წყალი აუცილებელია ფიზიკური სიცოცხლისთვის. ანალოგიურად, სიცოცხლის წყალი, ანუ სულიერი წყალი აუცილებელია ჩვენი სულების სიცოცხლისთვის. მაშინ, ვინ მოგცემს სიცოცხლის წყალს ამ საუკუნეში? ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ სული და პატარძალი სიცოცხლის წყალს მისცემენ. სული და სასლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი. მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ვინ არიან სული და პატარძალი, რომლებიც ამ საუკუნეში გვაძლევენ სიცოცხლის წყალს? სული არის ღმერთი მამა. ვინ არის პატარძალი, რომელიც სულით გვევლინება და სიცოცხლის წყალს გვაძლევს? მოდი და გიჩვენებ სასწლოს, კრავის ცოლს. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა. ბიბლია გვასწავლის, რომ პატარძალი არის კრავის ცოლი, ზეციური იერუსალიმი. ვის განასახიერებს ზეციური იერუსალიმი? ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედაა. ზეციური იერუსალიმი ჩვენი დედაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი დედა ამ ეპოქაში სულის პატარძლად გვევლინება. ამიტომ ამ ეპოქაში ჩვენ უნდა მივიღოთ სიცოცხლის წყლის კურთხევა ღმერთი მამისა და ღმერთი დედის მიღებით, რომლებიც სულისა და პატარძლის სახით გვევლინებიან.